მოდი თავიდან ვქნათ და всё. თავიდან თქვა. გამარჯობათ. ეს გიგია და თქვენ უყურებთ პირველ Q&A ვიდეოს გიგის არხზე. სადაც გიგი უპასუხებს მეგობრების და თანამშრომლების დასმულ შეკითხვებს. მოგესალმებით, მე გიგი ვარ. ჟამერაშვილი, შებზარეული, დღეს უპასუხებ თქვენ დასმულ კითხვებს. რატომ გადაწყვეტეთ კულინარიულ სფეროში შესვლა? აუ, ძალიან ოფიციალურად ვეკითხები, შეჯა. კონურად დავიცე, ლაგლოგა. კითხე. რატომ გადაწყვეტეთ კულინარიულ სფეროში შესვლა? თავიდან ჩემი ისტორია როგორ დაიწყო, ესე იგი, ერთ-ერთ კვების ობიექტზე თბილისში ეხლა ფუნქციონირებს ეს ქსელი რესტორანია. მუშაობის დაწყება მინდოდა და მივედი, ანუ ეს ჩვენთან როგორ ხდება რა, ეს ახლობლის რაღაც მივედი. ბარმენის პოზიციაზე, ბარმენობა მინდოდა და ნუ პირველ ერთი დღე ვიყავი ამ ბარმენად, ხან ის ვეჩხუბე, ხან ვინმე ჩხუბა, ხან რაღაც მეორე დღე და მესამე დღეს მითხრეს, რომ მოდიო სამზარეულოს განახებთ, ეხლა ვერც გამომიშვეს. ცოტა ისეთ ხასიათის ვიყავი რა. ავედი სამზარეულოს, ეხლა პირველად რომ შევედი, იმას ვერ წარმოვიდგენი ნამდვილად, რომ ამდენი ხანი სამზარეულოში კი არა, მეორე დღეს მივიდოდი იქ, მაგრამ ნუ მივედი და დავიწყე ეს. პირველი ჩემი ხელფასი იყო 5 ლარი და ამ 5 ლარად უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რაც რამე ვინმეს გაგონილი აქვს სამზარეულოში ამეკეთდება ყველაფერი. მერე გამიხდა 10 ლარი, 15 ლარი და ეს ყველაზე მაღალი ანაზღაურება მაშინ ზარეული რო ვიყავი, მქონდა 25 ლარი როგორც მახსოვს. სუტკას მუშაობდით ხოლმე 25 ლარად. ანუ სუტკას მუშაობდი. ანუ 24 საათი. და 24 საათს მუშაობდი. აი სუტკის და პუტინის კიდება. რაღაცა ჟარგონებით თუ ლაპარაკობდა რა უქნა. მერე უკვე ნელ-ნელა გავიზარდე რა. 17 წელს ანუ ეს ტორტი რო შემოვაქვს ხოლმე 17 წელს ვიყავი უკვე სამზარეულოში შემომიტანეს ტორტი რა და 17 წლიდან დავიწყე და ნუ ეხა 30-ის ვარ უკვე რა. 13 წელია რაც ამ სფეროში ვარ. რაც შეფი ალბათ 9 წელია ესე. საქართველოში ვიყავი ჯერ მოსწავლე დამხმარე, მე მზარეული, მე სუშეფი, მე შეფი გავხდი ერთ-ერთ ობიექტზე, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიმუშავე და უკვე იქიდან რომ დაუბრუნდი, აქაც უკვე გავაგრძელე ეს შეფად მუშაობა. რა რეაქცია ქონდათ მეგობრებს და ახლობლებს თვითონ გადაწყვეტეთ ამ სფეროში მუშაობას? ნუ ოჯახს და ახლობლებს უფრო ნუ გაუკვირდათ თავიდან ჩემი გადადგმული ნაბიჯი და შემდეგ ალბათ გაუხარდათ რა. ესე რო ვთქვით. ალბათ გაუხარდათ. ხო, ალბათ გაუხარდათ, ბრატ, არ ვთქვი, არავის ეს ოჯახს და ახლობლებს გაუხარდათ. ცოტა უცნაური იყო ჩემი მხრიდან ეს ნაბიჯი, მაშინ ანუ ისე ვიყავი რა. ცოტა უცნაური იყო, მაგრამ საბოლოოდ მივყევი და აქამდე მოვედი. რომელი კერძიანი შეფის ყველაზე რთული მოსამზადებელი? ჩემთვის ყველა კერძის ასიამოვნოთ მოსამზადებელია და რთული არც ერთი არ არის, უფრო მიყვარს სიახლეები რა, აი კეთების პროცესში რო ვიგონებ და ჩემი ინტერპრეტაციას ვთავ. ამიტომ რთული არც ერთი არ არის რა, სიამოვნებას თუ განიჭებს რთული არ არის. შეფად ყოფნის პლუსები, აუ მაჩაიძეს ავით მასრო. რა არის შეფად ყოფნის პლუსები ალბათ, რა გინდა აქცენტს რომ პასუხს მინდა. აბა რა პლუსია თელი ჩემი ცხოვრება მუშაობაში. აუ ესე პლუსები როგორ ჩამოვთვალო, ისე გამოდის ჩემ თავზე თუ რაღაც პლუსი. თუ ამ სფეროს მიყვები, ჩემი აზრით უნდა შეფამდე უნდა მიხვიდე და პლუსები აქვს რა, ეგ უფრო პირადია და შემდეგი კითხვა. რომელი მომენტი იყო შეფის ყველაზე რთული? ანუ კარიერაში, როდესაც პირად ცხოვრებაში რაღაც ესეთი პრობლემები გაქვს, სამსახურში არ უნდა გამოხატო რა ეს ყველაფერი, არ უნდა შეგეტყოს და ყოველთვის არის ხოლმე ესე, ნუ აი ესე კონკრეტული რთული მომენტი არ მქონია, უბრალოდ მქონია მომენტები, როცა ჩემ მაქსიმუმს ვაკეთებდი და იგივეს ვერ ვხედავდი რა. უთქვიათ რაღაც ისეთი, მაქსიმუმი ჩამიდია, გამიკეთებია, უბრალოდ ანუ რაღაც мотиваცია დამიკარგია, ვერ მიმიღია იგივე რა სხვისგან და ესეთი მომენტებია ხოლმე რთული, მაგრამ თუ გინდა რომ გამოხვიდე რაღაც, უნდა გადალახო რა ეს მომენტებიც, უნდა იბრძოლო ცოტა შენ თავს. მოკლედ მთელი რაც გავლილი ეს წლები, მე-13 წელია რაც მუშაობ, თითქმის ყოველთვის კადრის დეფიციტია ყველგან. ყველა ობიექტზე, ანუ ესეა რა, ეს სფეროში ახლა ვინც არის ჩახეტული, ესე არის რომ კადრის დეფიციტია ხოლმე ძირითადად და მით უმეტეს ძლიერი და წესიერი კადრის. ამიტომ მქონია ისეთი მომენტები, აი მაგალითად 300 კაცს რო უნდა გაუმასპინძლე და 5 ადამიანი ხართ სამზარეულოში. ცოტა ძნელია, მაგრამ გაკეთებადია და გავიკეთებია. მე ვინც მიცნობს ახლა კითხვის რომ გავიკეთებია და ვის ნახავ ჩვენი შინაური იქნება თუ ახლობელი ვიდეოს კი ეწოდინება რაც გვაქვს გაკეთებული და. ნუ რავი, არის ხოლმე რა ეგეთი მომენტები რა. ესეთი მომენტებიც არის, აი ვიღაცა მუშაობას ვერ გაუძლო და მაგიტო წავიდა რა უწყოთ, ანუ ჩაიხსნა შუა მუშაობაში ყოფილა ეგეთი მომენტიც. ან ჩაგვიხსნია შუა მუშაობაში. რა ყოფილა შენს კერძის თუ ისეთი კრიტიკა რაც გამორჩეულად დაგავაცე?
ეს ორი მახსოვს ძალიან ისე რა. მოკლედ ერთი რაღაც შუახნის დეიდები იყვნენ, ძალიან ისეთ მოწესრიგებული სიმპათიური შლიაპებით დაძდნენ და კიდე პომიდორის სალათა და ხაჭაპური ჭამეს. და რევიუში დამიწერეს სასწრაფოდ შემზარეული გამოცვალეთო და ხელი მოაწერა ორივემთან. ეს ერთი და მეორე იყო ერთ-ერთ ობიექტზე სამზარეულო იყო მესამე სართულზე და მეორე სართულზე დარბაზის და ხალხი და ძალიან ხმამაღლა მომივიდა ეს ხა ვინც ჩახედული ამ სფეროში იცი არ ზოგადად შეფებს გვაქვს ხოლმე რა ეს ხანდახან ცოტა რაღაცა ეს ხმამაღლა მომივიდა მოკლედ რაღაცეების თქმა და რევიუში დამიწერეს სამზარეულოდან ცხოველური ხმები გამოდესო. აი ეს ორი მახსოვს ყველაზე ის. რა შევას იცენ და შენი ახლანდელი მე საკუთავს კარიერის საფეხში. მოკლედ ის ნაბიჯები რა გადაედგა, რადგან უარი თქვა რაღაცეების გამო აი რაღაც ელემენტარულია, შენ თავთავრო ბრძოლები გაქვს, რაღაც შიშები რო გაქვს, რა ეს შეიძლება ამიტომ მოხდეს და ანუ ეს შეიძლება რაღაცა, ანუ ეს რაღაცეები ესე ვთქვა, დაეკიდებინა და გაეკეთებინა ყველაფერი ისე როგორც ფიქრობდა რა, რომ სწორი იქნებოდა. არც ანანებელი ექნებოდა და არც ყველაზე უცნაური მიზეზი ისაც დასვენებო ყველაზე საფსაფური გაზი. მოი ეგ მაგაზე დავფიქრე, იმდენი რამე მაქვს მიზეზიო, იცი ერთი წავი. აი მაგალითად დარი ბიზნესს ხალი რო იყო. აი მაგალითად ჩვენმა ერთ-ერთმა მზარეულმა გვერდად ერთხელ სასოწყლოს ბიძამისი ბიძამისი გვაგლოვა და თვითონ აი კლუბში უბერავდა სადღაცა და ჩვენ ბიძამის გლოვობდით და თურმე ორ დღიან პაისტკაში არის სადღაცა წასული რა. ეგ იყო აი ყოფილა კიდე აი 12 საათზე მოსასვლელი 12:05 წუთი აკლია მაშინ რო გწესო ზიანმა ყავა მოწამლა და სამსახურში ვერ მოვა. რაღაც ჩურჩხელა ყელში გაეჭედა და ესეც რაღაცები ყოფილა რა. ამიტომ რა საკეთებს ხალხი არასდროს სამზარეულოში ყველაზე ხშირად. აუ შენ გამახსენდი ბრანდო. ცოტა სერიოზულად რომ მიუძგე. აი მით უმეტეს საქართველოს ბევრ ადამიანს სამზარეულოში უჭირს მორგება თავის რაღაც როგორ გითხრა. ანუ არ შეიძლება პირობითად რაღაც ბეჭდები და საათები და რაღაცებით მუშაობა და მანდილოსნებს უჭირს ხოლმე ისეთ გაპრანჭულები მოდიან სამზარეულოში, რა ვიცი. ამის გამო თუ აჩამქოლა ეხა ვიღაცა კომენტარებში. აი კერძის კეთების მომენტში ანუ არ ფიქრობე როგორ უნდა დაამთავრონ კერძი. ეს არის ხოლმე ჩემთვის ყველაზე ის ანუ კერძს დაიწყებენ და ანუ დასასრულზე არ ფიქრობს სტუმართან როგორ უნდა მიიტანოს სწორად რა ხვდები. ანუ კერძი დაწყებულია 5 შეკვეთა შემოვიდა 5-ვე დაიწყო, მაგრამ ვერცერთს ვერ ამთავრებენ სწორად რა. ანუ ეს არის ხოლმე ცოტა რომელი რაც ჭრის რა. სწორედ ეს. პატიებს საყვარელ მზარეულს. ასე რომ პატიებს საყვარელ მზარეულს და ჩემი კერძის, ანუ პირადად აი ხო არის რაღაცა ჩემი შექმნილი კერძის თავისებურ ინტერპრეტაციას რა. რო შემიცვალოს კერძი. რატომ არის ბევრი ონლაინ რეცეპტი სინამდვილეში? ბევრი ონლაინ რეცეპტი პრაქტიკიდან არ არის მიღებული და ან გადმოცემით იციან, ან მე ინტერნეტში დაწერენ და ასე ანუ ყველაზე სწორი და გემრიელი რეცეპტი იქნება პრაქტიკაში. ამიტომ გემრიელი კერძის საიდუმლო კარგი რეცეპტია თუ კარგი მზარეული. გემრიელი კერძის საიდუმლო კარგი მზარეული. კარგი რეცეპტი შეიძლება გქონდეს და ვერ შეასრულო რა სწორად. ამიტომ კარგი მზარეული ყოველთვის მე ცუდი რეცეპტიც მინახია. კარგი მზარეულის კარგად შესრულებული კერძის რა იმ ცუდი რეცეპტით. ამიტომ მზარეულზეა დამოკიდებული. შესაძლებელია თუ არა გამოცდილების გარეშე ყოველთვის ბევრი კულინარიის მაღალ დონეზე შესწავლა. სახლის პირობებში შეიძლება გააკეთო, მაგრამ რესტორნის დონეზე რა თქმა უნდა და კვების ობიექტის დონეზე ძნელი არის ვიდეოთი და რაღაც აუდიო ჩანაწერები და რეცეპტებით ეს წაკითხულით ისწავლე. ვინც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად ჩემი აზრით, ეხლა კონკრეტულად არავის გამოვარჩი, ძალიან ძლიერი შეფები უყავს და ბევრია ესეთი, მაგრამ ანუ ერთ-ერთი ვისთან ერთადაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სამზარეულოში, გავცვლით იდეებს და ასე შემდეგ და ბევრს ვისწავლდი, იმიტომ რომ ჩემზე დიდი გამოცდილებაც აქვს ასე და ალბათ გურამი ბაღდოშვილი, ვისთანაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. გააცემით აღგარებული შეფები ვართ. ხო, მაგაზეც ვიტყვი. ნუ მოკლედ ეხლა ძალიან ბევრი გაპიარებული შეფიც არის, რომელიც პრაქტიკაში გვიმუშავია, ნუ ეხლა კოლეჯებში და ანუ სტუდენტები ყავთ ისეთ შეფებს, რომ ნუ ჩემთან მუშაობდნენ ის ხალხი და ნუ რა ვიცი, ეხლა სხვებზე ცუდის ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც უნდა იყოს სხვას რო ასწავლო, ხვდები? მოიც დაბნეული ბავშვები მოდიან, მე ხალხსაც ვერ ვწვნიან და რაღაცა ცოტა გულით ასწავლონ რა, თუ ასწავლიან გულით უნდა ასწავლონ და თუ არა და არ უნდა გააკეთო. ტელევიზიაშიც არის ბევრი, ეხა ისე რომ რავი როგორ გითხრა, ეხა ტელევიზიაში სულ არ გამოვაჩენდი იმას და სულ არ გავაკეთებინებდი არაფერს, მაგრამ ანუ ალბათ ხვდებიან თვითონ ხალხიც რომ ვერ აკეთებენ და ხშირად იცვლებიან ხოლმე ესენი, მაგრამ არის რა ესეთი მომენტებიც რა, როცა ბევრი ვერ უბერავს რა ისე როგორც უნდა შებეროს. რამდენად ეთანხმები ტრადიციული კერძების განეკეთებას უნდა სწორედ ყურე ტრადიციული კერძები არ უნდა დაკარგო, შეიძლება გქონდეს ესეც და ესეც რა, ან ტურისტებისა ზოგადად ტურისტების გარეშეც შეგვიძლია რომ ნუ ერთმანეთს გავასინჯოთ და გაუზიაროთ. სანამ ტურისტებზე ვიზრუნოთ, ჩვენზე ვიზრუნოთ, ჩვენ ხალხზე. აი შოკოლადის ხინკალს ვინც აკეთებს, რა ვიცი. ნუ შოკოლადის ხინკალი და ესეთი რაღაცეები, ანუ ჩემთვის მიუღებელია რა. ან შეიძლება, ანუ მე არც გამისინჯია, შეიძლება კარგია, მაგრამ ხინკალი სხვა არის და შოკოლადის ხინკალი ანუ
აი ესეც რაღაცებს ვერ აღვიქვავ რა. რუბრიკა გაქვს, რუბრიკა რაია. გიგის აურჩიეთ სამი ხელოვნური ინტელექტის ვიდეო, რომლებსაც თავისი გამოცდილებით შეაფასებს თუ რამდენად რეალურია ისინი. შემინახოთ მაცივარში. მე ბრინჯი ვარ. თუ მომამზადებ და მე მაცივარში შემინახავ, ბაქტერიები შეიძლება სწრაფად გამრავლდნენ და მუცელი აქტივდეს. ფრთხილად იყავი. მე პური ვარ. მაცივარი სწრაფად მაშრობს და ასე ვძველდები. გარეთ ბევრად უკეთ ვწლებ. აი მორჩეს ვიდეო და მე პომიდორი ვარ. სიცივე ჩემს გემოსა და ტექსტურას ცვლის, რის გამოც უგემური ვხდები. ყველაზე კარგად ოთახის ტემპერატურაზე ვინახები. მე ხახვი ვარ. მაცივარი მალბობს და მანესტიანებს, რის გამოც უფრო სწრაფად ვფუჭდები. გარეთ უფრო დიდხანს ვძლებ. ხა ძალიან და შეიძლება ხო ეს საყვარლები არის. ჩემს სახამებელს შაქრად აქცევს და ჩემს გემოსა და მომზადების პროცესი ახდენს გავლენას. ყველაზე კარგად გრილ ბნელ ადგილას შემინახავ. მე თაფლი ვარ. სიცივე მაკრისტალებს და მამაგრებს, რის გამოც ჩემს გლუვ ბუნებრივ ფორმას ვკარგავ. ოთახის ტემპერატურაზე ისე ვარ, როგორც მიყვარს. არ შეგვინა. რაღაცები სწორი არის. ეხა ამაში რაღაცები სწორი არის. სიმბოლოდ ვთქვა, მაგრამ აი ეს პომიდორი ვარ და მაცივარში არ შემინახო და ანუ ესეთი რაღაცები, ანუ მაცივარში უნდა შევინახოთ. პომიდორიც, ანუ თუ ბრინჯს მოუხარშავთ. მაცივარში უნდა შევინახოთ, რო არ მოვიწამლოთ და რაღაც არ დაგვემართოს. ამიტომ სლათ ვენდობით ამ ვიდეოებს რა, გადავალ შემდეგ ვიდეოზე ხო. კიდევ ზეთი ჩაასხი წყალში? ჩვენ ხო სლიპინა გავხდით. წარმატებები რომ რაიმე соуსი მოგვეკროს. შეუძლებელია ესეთ პირობებში მუშაობა. გაჩერდი. დასვენება მჭირდება. ეხლავე თუ გამჭრი მთელი ჩემი სითხე დაიხვება. დამაცადე რამოდენიმე წუთი და უფრო წვნიანი დავრჩები ვიდრე მშრალი. სტეიკ. არ შეიძლება პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩამაგდო, რა თქმა უნდა ეგრევე დავიბზარები. ხომ აი შენ რო გასწავლდი ხოლმე ხო იცი კვერცხს გადუღებულ წყალში და ჩააგდოთ. შეგიძლია თავიდან 5 წუთით ოთახის ტემპერატურაში გამაჩერო. წყალი გადამავლე სანამ შემწვავ და ტაფასაც არ მივეკრობი. უკეთესია მარილსაც თუ შეწვის პროცესში მომაყრი. ეს ყველაფერი მეგონი მართლა სწორია. ტაფაზე და უკვე მარილს მაყრი. მაცადე ცოტა ყავისფერი ფერი დამედოს რომ ხრაშ უნდა ვიყო და მერე მომაყარე. ესე სულ მოვითუშები. შემინახე საყინულეში 9 თვეზე მეტი და კვაკ, ჩემი საქმე წასულია, არ შემჭამ. ნუ ეხა ქათამი 9 თვეზე მეტი შემინახეო და ნუ 6 თვეც რო შეინახო და რავი მერე ვინ შეჭამს 6 თვის მერე ქათამს. ამდენი ხნის მერე. შემომხედე წებოვანი შეკრული მასა ვარ. სულ იმიტომ რომ ჩადებამდე დაგავიწყდა წყალი გადაგევლო. ძალიან ვბრაზობ, კარგად გამრეცხე. ქვემოდან გამხსენი და უფრო მარტივი იქნება. არც დავიწყდი. ბანანი შენ რო გიყვარს. არ გაქნა ნახი როგორ მჭამს მაიმუნი? კიდევ ზეთი ჩაასხი ანუ ეხა კი ანუ საღადაოები კი არის ეს, მაგრამ სიმართლე არის. ეხა რაც არის ეს სიმართლეა სულ ყველაფერი. საღადაო კი არის, მაგრამ მართალ სიძახიან აქვს ყველაფერს. ხო აი ხა მაკარონი რო ლაპარაკობს ეგ ცოტა ტეხავს, მაგრამ ანუ სიმართლე სიძახიან რა. ჩვენ ხო ესე გავფუჭდებით. წყალში ნუ მალყობ. ამით შიგნიდან უმი და მუქი ვხდები. მერე კი წუწუნებ რომ ცუდი გემო მაქვს. ეს ხორცია და გამდინარე წყალში უნდა გალღვეს და ჩვენი სურსათის სტანდარტების მიხედვით გამდინარე წყალში საღა უნდა გალღვეს და რავი მადლით რაღაც თუ გავალღობს თორემე ვაკეთებ ამას. პლუს მაცივარში უნდა გავტოვებ მაგიდაზე. თბილი ჰაერი მაშინვე მოქმედებს ჩემზე და ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან. ჯერ გამყინე, მერე გამალღვე და მერე ისევ გამყინე. ყინული ჩემს ბოჭკოებს შლის და ვშრები, ვკარგავ წვენს და არათანაბრად ვიხარშები. ბიჭო, სიმართლეს ლაპარაკობს, ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. და ტენიანობას ვიწოვ, ჩემი სტრუქტურა კი ნელ-ნელა იშლება. მჭიდრო შეფუთვაში ვერ ვსუნთქავ. შიგნით ტენიანობა გროვდება და ამის გამო ობი და ბაქტერიები უფრო სწრაფად მიჩნდება. ნუ შემინახავ მაცივარში. სიცივე ჩემს დამწიფებას აფერხებს. ვშავდები, ვკარგავ სიტყვას და უფრო სწრაფად ვფუჭდები. აი შეხედე ეხლა ამხელად ბანანი შავდებიო კარგავს სიტყვას. რაც უფრო შავია ბანანი, ვით უფრო ტკბილია. გაედა რაც უფრო შავია, შეგინდა უფრო ტკბილია. მატვარში შეფუთვის გარეშე არ დამდო. ცივი ჰაერი ჩემს რბილობს. ნუ გააჩე ხა ის. სწრაფად ვიჟანგები და ვყავისფრდები. ჩვენ ხო ესე ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მას სწორად იძახიან, რასაც იძახიან ყველაფერს რა. ვეი, აი კარგად უბერავს კულინარიას. რეცეპტებს თუ არ რეცეპტებს ურევს ხოლმე ცოტა რა. ნუ ეს ვიდეოები სწორი არის რა, რაც არის ყველაფერი სწორი არის რა, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. შემეცნებითია რა, ხო ვინც არ იცის იმას ეცოდინება რა. რაღაცეებს ცოტას ურევს, მაგრამ რა გეგმები გაქვს YouTube-ზე და რატომ გადაწყვეტეთ? ალბათ იმიტომ რომ უფრო პერსპექტივას ხედავ. არანაირი ალბათ, შენ თავში დარწმუნებული ხარ. იმიტომ რომ პერსპექტივას ხედავ
და მინდა გავაკეთო რაღაც ახალი და ისეთი რაც ჯერ არ არის. რა ტიპის კონტენტს უნდა ელოდოს მაყურებელი ამ არხზე? შემეცნებითი კულინარიული რეცეპტებიც, რა თქმა უნდა, გვეყოლებიან სხვათვის ნაცნობი სახეები, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს სამზარეულოში, კერძებს ერთად მოვამზადებთ. რავი, უამრავი სტუმარი, რომელიც ბედნიერი დავარა. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე. ბოლოს ის ჩამეშუგა. გორი. რიგო ჭიგორია, ხო, აი ეგ იყოს ბოლოს. და დასასრულისთვის დაასრულა. ტიტანიკია შეჭი. ბოლოს შეკითხვა მოამზადა ფერმა 3 წლის მოყვა, რომელიც საინტერესო სცენარები პირადად. ორი გოჭი არის თუ არა გორი? თუ ცოცხალია ღორია. თუ ცოცხალია ღორია.